Ოცნების მერობის კანდიდატები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავენ რეგიონებში. დღეს ქრონიკა კაპიტონ ჟორჟოლიანისა და გიგა გაბელაიას პრიორიტეტებს გაგაცნობთ. მესტიისა და აბაშის მერობის კანდიდატები მოსახლეობას განვითარებასა და კეთილდღეობას პირდებიან. თეონო კვარაცხელიასა და თამარ ჩიბატიას რეპორტაჟი. მმართველმა გუნდმა ზემო სვანეთში კაპიტონ ჟორჟოლიანს ნდობა უკვე მეოთხედ გამოუცხადა. ჯერ კიდევ 2012 წელს კაპიტონ ჟორჟოლიანს მუნიციპალიტეტში ყველა მიმართულებით პრობლემა დახვდა, რის გამოც ზემო მესტიის განვითარებისთვის თავის გუნდთან ერთად დიდი და რთული გზის გავლა მოუწია. წლების განმავლობაში კი ეტაპობრივად ადგილობრივი რესურსების ეფექტიანი გადანაწილებით და ცენტრალური ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით ძირითადი პრობლემები დაძლეულია. ტურიზმის განვითარების გზა ჯერ კიდევ წინ არის. Rască daciarba ოჯახსასტუმროების რაოდენობამ და 4 დიდი კლასის, პირველი კლასის სასტუმროები გვაქვს მუნიციპალიტეტში. მინდა გითხრათ, რომ ამაში დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფოს ინვესტირებამ. ეს არის საბაგირო გზების ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონზე მეტია ჩადებული სახელმწიფოს მიერ. მესტიის მუნიციპალიტეტის თითოეული უბანი თუ კოშკი უძველეს ისტორიას მოიცავს და განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ძეგლს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთ სვანურ არქიტექტურულ ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ლაღამი უბანში 20-ზე მეტი ისტორიული შენობის, მათ შორის კოშკისა და მაჩუბების აღდგენა მიმდინარეობს. ძალიან დიდი სირთულეები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ აქ განაშენიანება არ ყოფილიყო უკონტროლო, მაგრამ მივაღწიეთ ამას და სხვათა შორის მოსახლეობამაც სწორად მიიღო. ეს უკვე აბაშა, მერობის კანდიდატი მოქმედი მერი გიგა გაბელაია. ადგილობრივებისთვის ის უკონკურენტოა, მიზეზი კი მისივე გაკეთებული საქმეებია. აბაშის რაიონისთვის ძალიან ბევრი სასიკეთო და სასარგებლო საქმეები უკეთებია და ასე გააგრძელებს დარწმუნებული ვარ. ჩვენ ყველანი მის გვერდით ვართ. უკონკურენტოა ნამდვილად ის ჩვენს პატარა ქალაქში, ბევრი კარგ რამე გააკეთა და იმედი გვაქვს მომდევნო 4 წელი კიდევ უფრო ბევრად უკეთესი და კარგი იქნება. ბოლო 4 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორისაა გაზიფიცირების, წყალმომარაგების, გზების, გარეგანათებების სამუშაოები. ახლა კი დავით გაჭარავას ქუჩაზე სანიაღვრე არხები, ეზოში შესასვლელები, ტროტუარები და გარეგანათებები ეწყობა. ძლიერი წვიმის დროს ეს ადგილი იტბორებოდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ კი პრობლემა მოგვარდება. საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით გასული 4 წლის განმავლობაში 100 კილომეტრზე მეტი ტერიტორია მოეწყო. შემდეგი 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. მერობის კანდიდატის პრიორიტეტი განათლება და ახალგაზრდებზე ზრუნვაა. იგეგმება მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, სადაც განთავსდება კინოთეატრი და ბიბლიოთეკა. ეს იქნება ახალგაზრდებისთვის მიზიდულობის ცენტრი. ისინი შეძლებენ შეხვედრების, კონფერენციებისა და ფესტივალების ჩატარებას. ყველა ეს მიმართულება, რომელიც მუნიციპალიტეტს თავის პრიორიტეტებში განსაზღვრული აქვს, გაგრძელდება. მათ შორის გაგრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია, გაგრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მესტიასა და აბაშაში მერობის კანდიდატები 4 ოქტომბრისთვის აქტიურად ემზადებიან. გიგა გაბელაიასა და კაპიტონ ჟორჟოლიანს მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს.